დღეს მენიუში გვაქვს ოჯახური კერძები. გვაქვს მარტივი და ძალიან გემრიელი ქათმის სალათი, რომელსაც ამერიკაში ძირითადად ჰელოუინის პერიოდში, ანუ შემოდგომაზე ამზადებენ ხოლმე და გემრიელი იტალიური მთავარი კერძი, ოსო ბუკო. ხბოს ბარკალი, ძვლიანად ჯერ შემწვარი, მერე გამოუცხვარი, соуსი, უგემრიელესი, ბოსტნეული ღვინით და ტომატით. და ასევე საინტერესო გარნირი მოხარშული პოლენტა. პოლენტა, კი, რომელიც ძალიან გავს ჩვენ ქართულ ღომს. ოღონდ ძალიან სწრაფად იხარშება, ანუ ბევრად უფრო სწრაფად ვიდრე ღომი და გემოთი მე ვფიქრობ, რომ თითქმის იდენტურია. ძალიან გემრიელი დესერტი. შოკოლადის პუდინგი, ბევრი კაკაო, გემრიელი თეთრი შოკოლადი და კარამელის კანფეტები. ცხელი დესერტი, რომელიც ნებისმიერ დროს იდეალურია. მე დავიწყებ ოსობუკოს მომზადებას, ძირითადი კერძის მომზადებას. ოსობუკო არის ბარკლის ნაწილი, დაჭრილია ბარკალი, აუცილებლად უნდა გქონდეს ძვლის ტვინი, გემრიელს გახდის. უნდა მოვაყაროთ მარილი. მარილი ეხლა უნდა მოვაყაროთ იმდენი, რამდენიც არის საჭირო, მაგრამ ამის მერე მე მარილს აღარ მოვაყარი. არც соус და არც ბოსტნეულს. ორივე მხარეს კარგად ცეცხლს ავანთებ. ქვაბს დავადგავ და ზეთს ჯერ არ ჩავასხავ, მინდა რომ გახურდეს და მე ზეთს ზეითუნის ზეთს მერე დავასხავ. აჰა. ოსობუკოს მოსამზადებლად პირველ რიგში მინდა მარილი, შემდეგ მინდა ფქვილი. ეს კარგად მოვაყრი. ეს ძვლის ტვინის გემო და ცხიმი, რომელიც შემდეგ მზადებისას გადმოდის, თავისებურ გემოს აძლევს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ანუ ეს უბრალოდ ხბოს ხორცის, თქვათ, ბარკლის ნაჭერი კი არ არის, არამედ ძვალზე უნდა იყოს და უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, ძვლის ტვინი. თუმცა საინტერესო ის არის, რომ ბოსტნეულს, რომელსაც გამოვიყენებთ სტაფილო ხალხს და ნიორს, ხო, მაგისგანაც უკვე შეგვიძლია მე соуსი მოამზადოთ და იქნება ბალიში გამოცხობისას. აი ესე მარტივად ფქვილი მოვასხათ ზეითუნის ზეთი და შემდეგ უკვე კარგად დავბრაწავთ. სანამ ვახო დაბრაწავს ოსობუკოს ნაჭრებს, მე დავჭრი ხალხს და ნიორს. აი ესე კარგად ფქვილში ამოვლებული ხბოს ბარკალი უნდა შევდოთ გახურებულ ზეთში. ეს კარგად უნდა დავბრაწოთ. აქ არის დაახლოებით 800 გრამი ხბოს ბარკალი. ამოვატრიალებ, ნახე რა კარგად იბრაწება. ხახვი დავჭერით უკვე. ეხლა დაგვჭირდება 4 კვილი ნიორი. მეც ამასობაში სტაფილოს დავჭრი. ნიორი, რომელსაც ესე დიდ ნაჭრებად დავჭრით. ძალიან წვრილად არ არის საჭირო. სტაფილოს 4-ხად გადავჭრი და ჩავჭრი საშუალო ზომის კუბებად. მეც უკვე დავჭერი ხახვი და ნიორი. ეხლა ვახო მოვაწვდი ამას. ამასობაში ოსობუკო დაიბრაცა. ამოვიღებ თეფსზე დროებით. აი კარგადაა შემწვარი. ვაუ. თანაც ეს ფქვილიც რომ მოაყარე, უფრო კარგად დაიბრაცა ზემოდან. ხაშუა იქნება. და ფერი აქვს ძალიან მაგარი. აი ახლა იქნება ყველაზე გემრიელობები. იმიტომ რომ აი ეს ცხიმი, რაშიც ეს ოსობუკო დაუბრაწე, დავუმატებ ცოტა კიდევ ცხიმს. მომეცი ხახვი და ნიორი. აქ გვაქვს ხახვი და ნიორი. სტაფილო. სტაფილო, ხახვი, ნიორი. ეხლა დავუმატებ პომიდორს. პომიდორი 1 კილა. ხო, ანუ ეს არის გაფრთხნილი პომიდორი, რომელიც ესევე იყიდება კილებში. ეს ხელით ჩავაჭყლიდავ. დაახლოებით 300-350 მლ. თავისი წვენით. ტომატ პასტას უფრო მძიმე და კონცენტრირებული გემო აქვს. ამ შემთხვევაში ეს კონსერვის პომიდორი გაფრთხნილი, ბევრად უფრო არომატული და რბილი გემოსია. ხო, რა თქმა უნდა, თან იტალიური სამზარეულო აქვს პომიდორის garaში როგორ შეიძლება. არ არსებობს. თეთრი ღვინო, დაახლოებით 150 მლ, აუცილებლად თეთრი ღვინო, იმიტომ რომ წითელ ღვინოს თავის გემოზე გადაყავს და უფრო მძაფრი ხდება. ერთი დაფნის ფოთოლი, კარგად ამოურევ და ვაცადოთ ხარშვა. დაახლოებით 15 წუთი. ბლანტი რო გამოვა, მე უკვე შეგვიძლია ბალიშად გამოვიყენოთ. ხო, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ კიდე ცხება, მაინც აი соуსი კარგად უნდა ამოდუღდეს. ჩვენ გვჭირდება გარნირი, პოლენტა. პოლენტა.
ვიწყებთ პოლენტას მომზადებას. როგორც თქვი, გავს ჩვენ ღომს, მაგრამ ბევრად უფრო სწრაფად მზადდება. გვჭირდება ესეთი ღრმა ქვაბი, პატარა, ძალიან დიდი პორციაც არ გვინდა ეხლა. ცეცხლი. ჩავყაროთ დაახლოებით 200 გრამი პოლენტა. და დავუმატოთ 400 მილილიტრი წყალი. რა თქმა უნდა, მარილი. პოლენტას უმატებენ ხოლმე პარმეზანსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ სუბუქ ვარიანტს, რადგანაც თვითონ ოსობუკოს და თავის соуს იმდანად ძაფრი და დატვირთული გემო აქვს, რომ ამ შემთხვევაში ეს იქნება მართლაც გარნირი, ანუ გამანეიტრალებელი ამ ყველაფერს. ამოურიოთ ახლა. დაახლოებით 5 წუთი, 10 წუთი უნდა იდუღოს და მზად იქნება. სულ ბოლოს უკვე როდესაც შესქელდება თვითონ პოლენტა, დავუმატებთ კარაქს. რომ უფრო ესეთი ბაღების გემოც რო გქონდეს ცოტათი. ნახე რა კაი ფერი მიიღო. ხო, აი სულ სხვანაირი გამოდის პომიდრით. ანუ ტომატ პასტა ბევრად უფრო მუქი იქნებოდა და ეხლა აქვს ბევრად უფრო სასიამოვნო და მსუბუქი ფერი. ფერიც კარგად მოუხდა. ოსობუკო მზად არის გამოსაცხობად, გამოვთავ. დაგჭირდება ერთი ღერო როზმარინი. ცოცხალი როზმარინით ძალიან გემრიელი გამოდის. ბევრად უფრო არომატულია და ყოველთვის ჯობია, რომ ეს ცოცხალი წვანილები და არომატები, რომ ბოლოს დავუმატოთ ხოლმე, რადგანაც ხარშვისას მაინც არ დაკარგოს ის თავისი თვისებები. თან იტალიურ სამზარეულოში როზმარინი, პამიდორი, ხორცი ეს ერთი გენიალური კომბინაციაა. ცოტა საქონლის ბულიონი. ეს კარგად გავხსნი. მეგონი კიდევ. დაახლოებით 200-300 მილილიტრი. ხბოს ბარკალი. რა იქნება ეს? როზმარინი. და 3 კვილი ნიორი. დიდად დაჭრილი. აუ, ძალიან ლამაზად გამოიყურება. ისეთი არომატული იქნება და მართლა განსაკუთრებული. როგორც თქვით, ოჯახური მენიუ გვაქვს, დიდ პორციას ვამზადებთ, წვნიანი, უგემრიელესი ოსობუკო. ოსობუკო მზადდება დაბალ ტემპერატურაზე, 160 გრადუსი. დასჭირდება დაახლოებით 40-45 წუთი. პოლენტაც თითქმის მზად არის. უკვე კარგად გაფულდა და დაახლოებით 2 მაგათ მოიმატა თვითონ ზომაში. ცოტა ამოშრეს, რომ უფრო მოქნილი, აი პიურესავით მასა უნდა მივიღოთ. გამორთოთ. დავუმატოთ დაახლოებით 50 გრამი კარაქი. კარაქი უფრო გემრიელს გახდის. ძალიან მოუხდება, უფრო ნაზი რბილი გემო ექნება, ეს ჩაადნება ახლა. აი, თანაც სანამ ცხელია, სწრაფად ესე გავალღოთ ეს კარაქი და პოლენტაც მზად არის. მოდი დავიწყოთ აპეტაიზერი. აპეტაიზერი გვაქვს ჩვენ სალათი, ძალიან მარტივი და გემრიელი სალათი. ეს არის სუფთა ამერიკული სალათი, არის ვაშლის და ქათმის თავის რენჩის соусით. ქათამი უნდა დავამუშავოთ, ფილეს გამოვიყენებ. შევწოთ თუ მოხრაშოთ? შევწოთ. ძირითადად ესეთი გაძენძილი ქათმის ხორცით სალათები ყოველთვის არის ხოლმე მოხარშული ხორცით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შემწვარი ხორცით ბევრად უფრო გემრიელი იქნება. აქ მაქვს მე ქათმის ფილე, დაახლოებით 9 კილო, 500 გრამი. ცეცხლს ავანთებ. კარაქი 70 გრამი. გადავჭრი შუაზე. მარილი მე მაქვს. ცოტა მარილი. კარაქში უფრო სწრაფადაც დაიბრაწება, უფრო მალე შეიცვლის ფერს. უფრო გემრიელი იქნება. სანამ ვახო შეწვავს ქათმის ფილეს, მე დავჭრი 1 ცალ სტაფილოს და 1 ცალ მოზრდილ მწვანე მჟავე ვაშლს. უნდა დავჭრათ კუბებად.
ვაშლი კანიანად, რადგანაც ფერი ექნება ლამაზი. ვაშლიც იგივე ზომის კუბებად და ყველაზე საინტერესო რაც იქნება რომ ვაშლსაც და სტაფილოსაც მოვშუშავთ ტაფაზე, მდოგვთან, ღვინოსთან და კარაქთან ერთად. ავანთოთ ცეცხლი, 30 გრამი კარაქი. ქათამი კარგად დაიბრაცა ერთი მხრიდან, ამოვატრიალებ. აი, კარაქში მართლა სხვანაირი. ეხლა ტაფაში ჩავყაროთ სტაფილო და ვაშლი. ვაშლი თავის წვენსაც გაუშვებს, უფრო მომჟაო წვენი ექნება, რადგან ეს არის მწვანე ჟავე ვაშლი. კარაქს მეც აღარ დავუმატებთ, ოდნავ მოიბრაწოს და შემდეგ უკვე დავასხავთ თეთრ ღვინოს. ეხლა დავასხათ უკვე ვაშლს და სტაფილოს ცოტა თეთრი ღვინო. ღვინო დავასხით დაახლოებით 70 მილილიტრი. დაგვჭირდება დიჟონის მდოგვი, მარცვლებიანი, ნახევარი სუფრის ყოვზი საკმარისი იქნება. ცოტა გავხსნათ წვენში. ეს მარცვლებიც ვიზუალურადაც უხდება ძალიან. ეხლა მაღალ ცეცხლზე. რომალე ჩაიწევს. ხო, 2 წუთი წამოდუღდეს. წვენიც დაიწევს და უკვე მზად იქნება იმისთვის, რომ შევაზაოთ ქათამთან ერთად. მე соуს მოვამზადებ. რენჩ დრესინგი ასე ვთქვათ, ხო, რანჩოს соуსი. ეს არის ძალიან საინტერესო და გემრიელი. და რატომ? არის მაიონეზს შეიცავს, არაჟანს და ნაღებს. ეს კომბინაცია ძირითადად იშვიათია ხოლმე. მაიონეზთან ერთად კეჩუპს უყევენ ან კონიაკს. მე კიდევ არაჟანს. სუბუქი соусია. ჩავასხი დაახლოებით 100 მილილიტრი მაიონეზი და მაგდენივე არაჟანი. ესე ძად არის. ნახე როგორი გარსი გაიკეთა. ღვინო, მდოგვი და კარაქი გადაიქცა ესეთ ბლანტ მასად, რომელშიც ამოევლო ეს სტაფილო და ვაშლი. და ძალიან ლამაზი ფაქტურა აქვს ეხლა. პრიალებს კარგად. ცოტა ნაღებს ჩავასხავ დაახლოებით 3 სუფრის კოვზი, ნიურის ფხვნილი. აი მარილი. ლომად. მარილი გემოვნებით. აი, გადმოვიდა соус. რენჩ დრესინგი მზად არის. ეხლა დავიწყოთ უკვე თებში საწყობა. კი, კი. ცოტა ეს გემრიელობები. აჰა. ბევრი არ მინდა. ეს იქნება პრინციპში თბილი სალათი ამ შემთხვევაში. ну, რა თქმა უნდა, შეიძლება ცივათაც მირთვება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ამ ფორმით ჯობია რომ თბილი იყოს. სუსად იგივე ფორმას მიცემ, როგორც ვაშლი და სტაფილოა დაჭრილი. ძალიან კარგად არის ფილე შემწვარი. აი მართლა აქედანვე ჩანს, რომ საკმაოდ წვნიანია, გარედან მობრაწული. კარგად ამოურევ ამას. რუკოლა. მარტო რბილი ფოთლები, ხო? მარტო რბილი ფოთლები კი. რენჩ დრესინგი 1 ლამაზი კოვზი. მე მოვდივარ, უნდა გავსინჯოთ. მორჩა. ჩანგალი. ძალიან ლამაზი არის. თან აი თბილი სალათი. ცივი და მსუბუქი დრესინგით. ვაშლი არის ხაშუნა, დოგვის გემოთი და соуსი ძალიან მსუბუქია მართლა. კი და ძალიან ნაღები და მოხდება. არაჟანი ძალიან მოხდა მაიონეზს. აი მართლა იდეალური სალათია, მით უმეტეს ახლა თბილი სალათები უფრო აქტუალურია, აცივდა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა ცადოთ და მოამზადოთ.
ქათმის და მწვანე ვაშლის სალათა. დაგჭირდება ქათმის ფილე 500 გრამი, 1 ცალი მწვანე ვაშლი, 1 ცალი სტაფილო, 100 გრამი რუკოლა და 100 გრამი კარაქი. თეთრი მშრალი ღვინო 70 მილილიტრი. დიჟონის მდოგვი 1 ჩაის კოვზი და მარილი გემონებით. სოუსი: მაიონეზი 100 გრამი, არაჟანი 200 გრამი, 3 სუფრის კოვზი ნაღები, ნივრის ფხვნილი 1 ჩაის კოვზი და მარილი გემონებით. ცხელი იქნება ახლა. ვაუ! არომატები ძალიან მინდა რომ გძნობდეთ აი ამ არომატებს. პოლენტაც ნახე რა კარგად მოხარშე. აჰა. რბილია. და აი კარაქის სუნიც აქვს პოლენტას, რბილი სუნი აქვს. როგორც თქვით, ამ შემთხვევაში პოლენტა არ დავწვირთეთ გემოებით, რადგანაც გვინდა რომ უფრო ჭარბობდეს აი ამ ოსობუკოს ყველა არომატი. როგორც თქვით, გასაყოფი, აი დიდი პორცია. აუ რაღაცა ძალიან მაგარია. ეს ყველაზე გემრიელობები. უკენა ზემოდანაც. ეს კერძი ყველა ოჯახში უნდა გაკეთდეს. კი, ახალი ტრადიციული ქართული კერძი უნდა იყოს. რაღაც სხვა სახელი თქვენ. აი ეს გვაერთიანებს ჩვენ და იტალიელებს. გვიყვარს დიდი პორციები. ბევრი გემოები. ოსო ბუკო პოლენტას გარნირით. გვჭირდება ხბოს ბარკალის ნაჭერი 800 გრამი, 2 ცალი სტაფილო, 2 თავი ხახვი, 7 კბილი ნიორი, პომიდორი ქილის 300 გრამი, 50 გრამი ფქვილი, თეთრი მშრალი ღვინო 150 მილილიტრი, საქონლის ნახარში 200 მილილიტრი, ზეითუნის ზეთი 70 მილილიტრი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, როზმარინი და მარილი გემონებით. ვამზადებთ გარნირს. დაგჭირდება პოლენტას ფქვილი 200 გრამი, წყალი 400 მილილიტრი, 50 გრამი კარაქი და მარილი გემონებით.